ვისაც ვერ გაბედეს პირსისყრიანმა კომუნისტებმა, გაბედეს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა. ამ ადამიანებმა მწერალთა კავშირის ისტორიულ შენობას თვალი ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დაადგეს. ცოტა ხანში კი პირველი წერილიც მისწერეს მწერალთა კავშირის წევრებს შეატყობინეს, რომ შენობა ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადასცემოდა. ამის შემდეგ იყო პროტესტის არაერთი დღე, შენობაში გათენებული არაერთი ღამე და არაერთი სასამართლო სარჩელიც, თუმცა მაინც დადგა 2007 წლის 21 აგვისტო ღამის 4 საათი. მირეკავენ, რომ შენობა გატეხეს. მითხრეს, რომ არაფრის უფლება არ მქონდა, გარდა იმისა, რომ ჩემი წიგნები გამომეტანა ჩემი კაბინეტიდან. და მე ამაზე მძიმე ღამე არ მინახია. გალაქტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელი. ეს ორი, არ ვიცი, ეს თითქოს სპეციალურად დამახვედრეს და ზედ ფეხებით გადიოდნენ და გამოდიოდნენ. და შევედი ჩემს კაბინეტში და მესმის საშინელი ხმები პირველი სართულიდან ჩავირბინეთ, ჩემი წიგნების დარდი ნაკლებად მქონდა და ვხედავ ფანჯრიდან იყრება ყველაფერი, რაც კი შეიძლება გადაიყაროს. დამემართა დიაბეტი, მას მერე დიაბეტი მაქვს. და ვთხოვე ერთ-ერთ ნიღბოსას, რომ წყალი ვანიშნებ და უცებ მოიგლიჯა მან ნიღაბი. 20 წლამდე ბიჭი იქნებოდა და გამიკვირდა, რომ სახით შემომხედა. და წყალი რომ მომაწოდა, უთხარი, რომ შვილო, მეთქი ნივთები ჩამატანიე და მიპასუხა, რომ მეო გუშინ ბიჭი შემეძინაო. მეო დღეიდან მივდივარო სამსახურიდან, იმიტომ რომ მე ვერ ვეტყვი ჩემ შვილსო, რომ მე მწერალთა კავშირის დარბევაში მივიღე მონაწილეობაო. გავიქეცი ყვავილების გამყიდველებთან. და ჩვენ ახლა თანხა დიდი არაფერი ქონდა, ამიტომ ვთხოვე, რომ ძველი ვარდები თუ გაქვთ, დამჭკდარი ვარდები მომეცით, მე უნდა მწერალთა კავშირი შემოვღობო ყვავილებით, ვარდებით. და აი ქალებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ მხოლოდ ამ ყვავილების გაყიდვით, უეცრად მოიტანეს მაკრატლები. ყველა მოაჭრა თავი ახალ ვარდებს და ეკლების უშველებელი თაიგული გამომატანეს და ასე შემოღობეთ მწერალთა კავშირი. ეს იყო ჩვენი აქცია, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეს ეკლebიღა დარჩა. რატომ ებრძოდნენ მწერალთა კავშირს და ზოგადად კულტურულ იდენტობას? მაყვალა გონაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი ცნობიერების შეცვლით ახალი ადამიანის მიღება იყო. უპირველესად კი კულტურის ყოფილი მინისტრი და კომისიის თავმჯდომარე მაშინდელი მინისტრის პოზიციით დაინტერესდა. თქვენ თუ გქონდათ ან თქვენს რომელიმე კოლეგას მცდელობა, რომ შეხვედროდით მაშინდელ კულტურის მინისტრს? გოკამ პირად საუბარში თქვა გაბაშვილმა, რომ ჩვენ ჩამოვრჩებით დროს, რადგან ვართ ფაშისტური ორგანიზაცია. თქვენო ვერ გრძნობთო თანამედროვეების ნიავსო, თქვენო ზედმეტად გიყვართ სამშობლო, გადაჭარბებული სიყვარული გაქვთ სამშობლოსიო. მავნებელი გიჟი მოვიდა ხელისუფლებაში. ამას თქვენ პირველივე დღეებიდანვე ხედავდით და ხომ არ იყო ეს მწერალთა კავშირის ზე გადაკიდება და შურისძიება იმ მწერლებზე, ვინც წინააღმდეგობას უწევდა ძირშივე ახალ ხელისუფლებას, თუ ეს იყო უფრო რაღაცა მასშტაბური და შენება თუ ჩამოყალიბება ახალი ქართველისა, რომელიც უნდა ყოფილიყო გოკა გაბაშვილისნაირი, გიორგი კანდელაკისნაირი, ბაბუცა პატარაიასნაირი. სამი რამეს ემსახურებოდა ჩვენი განადგურება. პირველი და უპირველესი ეს იყო ისტორიული საძირკველის მორყევა, ცნობიერების შეცვლა, ახალი ადამიანის მიღება. ქონების შოვნა სახელმწიფოს ართმევდა ყველას და ყველაფერს, განკულაკება ხდებოდა და მესამე, რაც ასევე უმნიშვნელო არ არის, ეს იყო შიშის დათესვა. მე მახსოვს, როცა შეიცვალა ხელისუფლება, უწმინდეს და უნეტარეს, რომელმაც თავის დროზე იმის გამო, რომ ჩვენ გამოვყარეს შენობიდან სამების ტაძარში დაგვითმო დარბაზი და იქ ვატარებდით საღამოებს, უწმინდეს ვკითხე, რომ რას ფიქრობდა, რომ შეიცვალა ბატონი სააკაშვილის ხელისუფლება და მითხრა ასეთი რამე: უფალმა
უფსკრულში ხელი ჩაყო და საქართველო ამოიყვანა. მაყვალა გონეშვილი დღეს 56-ე იყო მათ შორის, ვინც საგამოძიებო კომისიამ გამოკითხა. 3 თვის განმავლობაში 18 სხდომა გაიმართა და იწერა 200 გვერდიანი შუალედური ანგარიშიც, რომელიც პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატებს თეატოლოგიანმა გააცნო. ამ ანგარიშში ყველაზე მოცულობითი ადგილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს უჭირავს. უმნიშვნელოვანესია ის მიგნებების, რომელიც აგვისტოს ომის გამოძიებამ გამოკვეთა. ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენებთ, რომ ეს გუნდი, ჯგუფი, ბანდა კრიმინალური აღმაშენებელი და აღმშენებელი კი არ იყო, არამედ ეს იყო რეალურად ახალი ქართველის შექმნის სურველი ძალა, რომელმაც არ დაინდო ჯარი, არ დაინდო პატიმარი, არ დაინდო ქალი, არ დაინდო ბავშვი, ტერიტორიები დაკარგა. კიდევ უფრო გაამყარა მტერი სახელმწიფოს, ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის ინტერესები. ყველაზე მტკივნეული მათთვის მაინც არის სწორედ 2008 წლის ომი. ყველაზე კარგად მათი დამოკიდებულება ჩანს მათივე ლიდერის მიხეილ სააკაშვილის სიტყვებში. ტერიტორია, რომელიც ჩვენ დავკარგეთ, ეს არის უბრალო ქვების გროვა. ეს არის ტერიტორია, რომელსაც არ აქვს არანაირი ფასი, გარდა იმისა, რომ ის შეიძლება გამოყენებული იქნეს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შეტევისთვის. 134 სოფელი. ეს ყოფილა თურმე უბრალო ქვების გროვა, რომელსაც ფასი არ აქვს ქვეყნისთვის. ეს არის მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, მისი ისტორიის მიმართ, მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს არის დამოკიდებულება იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ჩვენთვის სამშობლოა და მათთვის სამშობლო არ არის და ამიტომ არის, რომ ისინი მუდამ დარჩებიან როგორც უსამშობლოები ამ ქვეყნის ისტორიაში. ადამიანი, რომელსაც შექმნა წამების სისტემა, ბიზნესის რეკეტის სისტემა, კორუფციის სისტემა საქართველოში, ამ ადამიანს ევროპის სახალხო პარტია იწვევს ყრილობას. ესეც აჩვენებს თუ რამდენად ფარისევლურია ხანდახან დამოკიდებულება ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფებისგან. ეს კომისია თავის მხრივაც არის ლაკმუსის ქაღალდი იმისთვის, რომ გამოვავლინოთ, მათ შორის დავინახოთ ის უცხოური ჯგუფები, რომლის ხელშეწყობითაც იყო შექმნილი ეს დანაშაულებრივი რეჟიმი. საგამოძიებო კომისია 5 ივნისამდე იმუშავებს. პარლამენტის გადაწყვეტილებით კომისიის სამუშაობა და ერთი თვით გახანგრძლივდა.